მოგესალმებით საღამოს 9 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ. რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. 135 ხმეაით მომხრე არც ერთი წინააღმდეგი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. 135 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით დაამტკიცეს. მე ამ გადაწყვეტილებას ვილოცავ ქართველ ხალხს, ჩვენ სამორჩევლებს. საპარლამენტო არჩევნები, მედია, სასამართლო, საკონსტიტუციო ცვლილებები და კონფლიქტური რეგიონები, 12 პუნქტიანი ანგარიში და ევროპარლამენტის ახალი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას. თუ ვიხილავთ, რომ პოლიტიკური პარტიები ამ ცვლილებებს მხარს უჭერენ, კმაყოფილი ვიქნებით, რადგან დავინახავთ, რომ საქართველო ვითარდება იმ გზით, როგორითაც მას სურს. დაიწყება თუ არა გახმაურებული სპეცოპერაციის ხელახალი გამოძიება, ვარციხეში ლიკვიდირებული ახალგაზრდების ახლობლები პროკურატურას მიმართავენ. ნამდვილად ვითხოვ, რომ ის კახიანი მისცეს უმაღლესი სასჯელი. 135 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით მიღებულია. კანონპროექტის კენჭისყრას დარბაზში მყოფი დეპუტატები დაშით შეხვდნენ. თითქმის 5 საათიანი დებატების შემდეგ უმრავლესობამ უმცირესობის მიერ წაყენებული პირობა მაინც დააკმაყოფილა. რეალურ კენჭისყრამდე პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა, რომლის მიხედვით კონსტიტუციაში შესატანმა ცვლილებებმა 93 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. გადავდივართ რეალურ კენჭისყრაზე და ახლა უკვე იურიდიული ძალის აქტი სრულდება პარლამენტში. კენჭისყრაზე დგება საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენა. ვთხოვთ ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი. 135 ხმეაით მომხრე არც ერთი წინააღმდეგი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. მე ამ გადაწყვეტილებას ვილოცავ ქართველ ხალხს, ჩვენ სამორჩევლებს, ჩვენ თავს არ ვილოცავ, იმიტომ რომ ბევრი ვაწვალეთ ჩვენი ამორჩეველი და ჩვენი მოქალაქეები აქამდე. და ახლა პარლამენტს ვთავთ პირდაპირ ეთერში მირიან გორგოძე გაგვაცნობს იმ პირველ რეაქციებს, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ ჩატარებულ კენჭისყრას მოჰყვა. მირიან, რა განცხადებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში? დიახ, მას შემდეგ რაც ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა, უკვე შემდეგ დაფიქსირდა საბოლოო შედეგი და 135 ხმით 0-ის წინააღმდეგ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოусმინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ დავით ბერძენიშვილს, რომელიც საკუთარ მოსაზრებას გაგვაცნობს. ბატონ დავით, მოგესალმებით. შეიძლება ვთქვათ, რომ პროექტი უკვე მიღებულია, ანუ შინაარსთან დაკავშირებით ითქვა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ მათ პრობლემა არც მანამდე არ ჰქონდათ, პრობლემები იყო ფორმასთან დაკავშირებით. ანუ უმრავლესობა ამ დრომდე კატეგორიულად წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ჩატარებული იყო სარეიტინგო კენჭისყრა. თუმცა საბოლოოდ, ასე ვთქვათ, მაინც ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხთან მიმართებაში და თქვენ პირადად ემხრობოდით თუ არა იმას, რომ სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარებული იყო? მოგესალმებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო დღეს პარლამენტმა. 135 ხმით 0-ის წინააღმდეგ კონსტიტუციიდან იმ უვარგისი მუხლის ამოღება, რომელიც 9 წლის განმავლობაში დამოკლეს מחვილივით იყო ქართულ საკანონმდებლო პოლიტიკურ სივრცეში, არის მნიშვნელოვანი. მე მგონი ყველაზე უკმაყოფილო ადამიანი დღეს აი ამ 0-ით წინააღმდეგი 0-ით არის მიხეილ სააკაშვილი. მე პური მოვკარი მის ბრაზებს, ძალიან უკმაყოფილო საუბრობდა და ლანძღვაგინების კორიანტელი მესმოდა, ისევ ძველი ტექსტებით ლაპარაკობდა. ჩვენ კოალიცია ქართულმა ოცნებამ გავითვალისწინეთ ჩვენი კოლეგების, ოპონენტების პარლამენტში წუხილები, მათ ჰქონდათ განზრახვა, მხარი დაეჭირათ ამ გადაწყვეტილებისთვის, ამასთანავე ისინი არც მალავდნენ ამას საჯარო გამოსვლებშიც, ერთგვარად იყვნენ შეზღუდული ჯერ კიდევ მათი თავმჯდომარის პოზიციებით. ასეა თუ ისეა, მე აღარ ჩავუყრამდები ახლა დეტალებში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როცა აკვიატება აქვს ერთ მხარეს, არ უნდა კონდეს აკვიატება მეორე მხარეს. ჩვენ ვართ ძლიერი მხარე ამ პარლამენტში და როცა
მნიშვნელოვანი მთავარი შედეგის მისაღწევად რაიმე მინიმალურ ტაქტიკურ დათმობაზე ვინმე უნდა წავიდეს ძლიერი. ამიტომ ჩვენ მივიღეთ შედეგი. ეს შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამასთანავე ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ეძლევა შესაძლებლობა ის იყოს პოლიტიკის სუბიექტი, მეორე სუბიექტი ქვეყანაში და არა ცალკეულ ეპირობნებების საკვიატებაზე დამოკიდებული ხალხი. ბატონ დავით, თქვენი აზრით, რატომ იყო თქვათ ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან ესე პრინციპულად მოთხოვნა, რომ აი სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარებულიყო? ისინი მხოლოდ ამ პირობით დათანხმდნენ კენჭისყრაზე თავიანთი ხმების დაფიქსირებას, ასე ვთქვათ, დადებითი შედეგს. მე მინდა ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ. ეს არის არსებითი წინსვლა სააკაშვილის მიერ თავის დროზე ჩადებული ნაღმის კონსტიტუციიდან ამოღებს. ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი. ეხლა ვის რა მოტივები ქონდა, უკეთესი ფორმები შეიძლებოდა იმის დადასტურება, რომ ნამდვილად ასხმაზე ნაკლები არის ქართული ოცნების და პარტნიორების ხმები. ამაზე პარლამენტში თავმჯდომარე რამდენჯერმე თქვა, ჩვენს ვთქვით და ეს ელემენტარული არითმეტიკა. მე არ ჩაუღრმავდები ამ საკითხებს, მთავარი და არსებითი ეს არის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება. სააკაშვილის ინტერესში იყო, რომ წაგებულ თამაში შეექმნა გარკვეული ინტერესი, რომ აი იქნება თუ არა იქნება სარეიტინგო კენჭისყრა, რაც სulis. ეს იყო სააკაშვილის ამოცანა. ჩვენი ამოცანა არ არის მისი ყალბი დღის წესრიგის შესაბამისად მუშაობა და ჩვენი მოსახლეობაც ამას ჩვენებრივად ხედავს. იმედი მაქვს საინფორმაციო საშუალებებიც სააკაშვილის ამპათია წარუმატებელ პოლიტიკურ პროვოკაციას არ აყვება. მთავარია შედეგი. ჩვენ ეს შედეგი მივიღეთ და ჩვენ დღეს მივეცით ჩვენს პარტნიორებს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციას გახდნენ პოლიტიკური ძალის მატარებელი, პოლიტიკური ფუნქციის მატარებელი წარმომადგენლები პარლამენტში. მათი დღევანდელი ყოფილი თუ შუაგზაზე მყოფი პოლიტიკიდან წასვლის პროცესში მყოფი სააკაშვილი იმედი მაქვს მათ ხელს ვერ შეუშლის საკუთარი პოლიტიკური შესაძლებლობების რეალიზაციაში. დიდი მადლობა ბატონო დავით, დიდი მადლობა რომ დრო დაგვითქმეთ. ეხლა ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოусმინოთ უკვე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს ბატონ გიორგი ბარამიძეს, რომელიც საკუთარ პოზიციას გაგვაცნობს საკითხთან მიმართებაში. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. პრინციპში უმცირესობა უნდა იყოს კმაყოფილი, რადგან მათი, თქვათ, მთავარი წინადადება, მათი მთავარი შეთავაზება უმრავლესობამ გაითვალისწინა და სარეიტინგო კენჭისყრა საბოლოოდ ჩატარდა. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კენჭისყრა ჩატარებულიყო. არა იმიტომ, რომ ჩვენ არსებითად რაიმე პრობლემა ჰქონდა აი ამ ტექსტთან, ამის თაობაზე იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ რაც დღეს პირველი მოსმენით უყარეთ კენჭი, მაგრამ საბოლოოდ გავა და კონსტიტუციას შევცვლით, რაც ცვლილებას დღეს განვახორციელეთ, ეს ცვლილება ავტომატურად დგებოდა ოქტომბერში ისედაც და ჩვენმა გუნდმა დაუჭირა თავის დროზე მხარი. მეორე პრეზიდენტი თვითონ არაერთხელ გამოვიდა საზოგადოების წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რომ ისდაც არაპირებდა რომ გამოიყენოს კონსტიტუციით მონიჭებული ეს უფლებამოსილება, დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამდენად ამ საკითხზე ჩვენ ისდაც შეთანხმებული ვიყავით და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სარეიტინგო კენჭისყრით გამოჩენილიყო, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტის მტრად წარმოჩენა, არ შეიძლება ოპოზიციის მტრად წარმოჩენა, არ შეიძლება ოპოზიციისთვის შეურაცხყოფელი ასე ვთქვათ, გარემოს შექმნა, დაშინება და სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, რაც სამწუხაროდ იყო და მადლობა ღმერთს, დღევანდელი აი ამ კენჭისყრით იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ერთგვარად საქართველოს უახლესი ისტორიის აი ეს ცუდი ფურცელი გადაიფურცლა და ჩვენ შევძლებთ, როგორც ეხლა ხშირად ამბობენ, მოვახერხებთ ნორმალურ ურთიერთობის დამკვიდრებას. ბატონ გიორგი, დიდი მადლობა. აი დაგისვამთ თქვენს ამ შეკითხვას, რაც შეეხება დღის განმავლობაში ისმებოდა ეს მთავარი კითხვა, რატომ ითხოვს უმცირესობა ასე პრინციპულად სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას? ანუ თუ კი თქვენ საბოლოო ჯამში მაინც მზად იყავით იმისთვის, რომ ხარი დაგეჭირათ წარმოქმნილი პროექტისათვის, რატომ არ შეიძლებოდა თქვათ ეს გაგეკეთებინათ სარეიტინგო კენჭისყრის გარეშე?
გარეშეც შეიძლებოდა, მაგრამ ეს საჭიროება დადგა დღის წესრიგში, იმიტომ რომ მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ესეთი მოწოდებები, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართეს, რომ ჩვენ არა ვართ ღირსეული ხალხი, რომ ჩვენ ას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი თუ უჩვენოთ ეს საკონსტიტუციოებები მაინც გავა, ზოგი ამბობდა, რომ პირდაპირ ამ ხალხს ტყავი უნდა გავაძროთ, ზოგი ამბობდა, სადაც შეიკრიბებით, იქ მოვალ და თავს გაგიჩეჩქავთ და ასეთი ტიპის შეურაცხყოფელი, ასე ვთქვათ, გამოსვლები იყო. პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ თუ არ შეიცვლის ოპოზიცია რიტორიკას, ამაზე იქნება დამოკიდებული პროკურატურის წინ რიგები. იუსტიციის მინისტრი ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობის განადგურება ჩემი მიზანია. ბუნებრივია ამ ატმოსფეროში, ამ ძალიან შეურაცხყოფელ და შანტაჟის და მუქარის და დაშინების ატმოსფეროში ძალიან რთულია რაიმე ნორმალური კონსტრუქციული პროცესის წარმართვა. ამიტომ ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებია, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტის წევრები რა და ვართ ამ ქვეყნის შვილები, ჩვენ ხელისუფლება შესაბამისი პატივისცემით და შესაბამისი დაფასებით უნდა მოგვეპყრას. ეს თითოეული ჩვენთაგანის ვალია ერთმანეთს პატივისცემით მოვეპყრათ და რომ ჩვენი გუნდის უდიდესი ნაწილი არ გატყდა, ვერ მოისყიდეს, ვერ შეაშინეს, ვერც პროკურატურის ასე ვთქვათ, პროკურორებმა, ვერც იქ დაბარებებმა, ვერც სახში შევარდნება და ვერც სხვა ასეთმა პრობლემებმა და რომ ამავდროულად ჩვენ მზათა ვართ ვიყოთ არა მტერი ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის, არამედ კონსტრუქციული ოპონენტები და ამდენად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაც მოხდა დღეს. მე მინდა პირველ ყოვლისა არა მაქვს მე ის განწყობა, რომ ეხლა რაღაცა თქვა, რომ აი ჩვენ მოვიგეთ და ასე შემდეგ და ვინც ნიშნის მოგების ტონით ველაპარაკო, პირიქით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს ნორმალური, ცივილიზებული, ასე ვთქვათ, ძდილობიანი ურთიერთობის ფარგლებში და რომ ჩვენ შევძლოთ ვიმუშაოთ კონკრეტულ საკითხებზე, რაც აწუხებს ჩვენ ხალხს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკურად, რომ ხელისუფლებას აღარ ექნება საშუალება თქვას, რომ აი რახან ეს პუნქტი არსებობდა კონსტიტუციაში, ამიტომ მე ბევრ რაღაცას ვერ ვაკეთებდი, რისი განაპირებიც მაქვს მე და რის გაკეთებასაც მე ვაპირებდი. აი ახლა რო იტყვიან ბურთი და მოედანი არის ხელისუფლების დიდ ბოდიში დრო ცოტა გვაქვს, ამიტომ ვინდა საკითხები ამოწეროთ. ამ წინადებას დავასრულებ, რომ მას კონდეს ის ვალდებულება, რა ვალდებულებაც აიღო 1 ოქტომბერს და დააკისრა მას ხალხმა, რომ მათ მიხედონ ხალხის დასაქმებას, მიხედონ ტარიფების შემცირებას, კრედიტების შემცირებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას, ჯანდაცვას და ჩვენ ვიქნებით არა მტერი ამ ხელისუფლების, არამედ ოპონენტები იმისათვის, რომ ვაკონტროლოთ საზოგადოების და ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ის პროცესები, რა პროცესებზეც პასუხისმგებლობა აიღო ამ მთავრობამ. ბატონო გიორგი, ანუ როდესაც თქვათ საუბარი იყო თავდაპირველად იმის შესახებ, რომ თუ კი ჩატარდებოდა სარეიტინგო კენჭისყრა, ნაციონალური მოძრაობა გამოჩნდებოდა, თქვათ, რამდენი ხმა სჭირდებოდა უმრავლესობა საკითხის გასატანად და ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამდენი ხმით დაეხმარებოდა უმრავლესობას. თუმცა საბოლოო ჯამში დავინახეთ, რომ უმცირესობის ყველა წარმომადგენელმა ხმა მისცა, შესაბამისად არც ერთის წინააღმდეგ გავიდა საკითხი. ანუ ყველამ მხარი დაუჭირა ამ საკითხს. თუ შეიძლება ამაზეც რომ გითხრათ, ანუ საბოლოო ჩვენ გქონდა წინასწარი კონსულტაციებიც თქვენ რომ უმრავლესობა ამაზე არ მოდიოდა ჩვენს პირობაზე, ჩვენ გქონდა წინასწარი კონსულტაციები უმრავლესობასთან და მათ თქვეს, რომ ჩვენს გადმოვდგამთ ამ ნაბიჯს, თუ თქვენ გადმოვდგამთ ამ ნაბიჯს, ჩვენ პრინციპული არანაირი წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ გვინდოდა. ჩვენ სწორედ იმას ვამბობთ, რომ ჩვენ უგვექნება ერთმანეთის მიმართ აგდებული და ქილიკური და რაღაც შეურაცხყოფელი დამოკიდებულება და გავიზიარეთ ის პოზიცია, რომ აი ზუსტად იმდენი ხმის დამატება შეიძლება რაღაცა არ იყოს თლათ კორექტული და ესე აღქმული უმრავლესობის მხრიდან, ამიტომ სწორედ ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპით, რის დაცვასაც ვთხოვთ უმრავლესობას, რომ ერთმანეთს პატივისცემით მოვეპყროთ, ამიტომ თუ მხარდაჭერაა შეთანხმება არის და ნორმალური ურთიერთობის დასაწყისია, იყოს ეს ურთიერთობა ნორმალური და თუ რაღაცა არის გასატანი და ვიზიარებთ პირველ ყოვლისა ხალხისთვის და არა ჩვენთვის, გავაკეთოთ ეს ერთხმად და ესეც გავაკეთეთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ როგორც დღეს კიდევ ერთი წარმატებული გამოსთა ჩააბარა დემოკრატიაში, ისე მოვახერხებთ ამას მომავალშიც, მაგრამ დემოკრატიას და ყველაფერი იმისთვის არის, რომ ხალხმა იცხოვროს უკეთესად და ჩვენი ქვეყანა იყოს გამთლიანებული, მშვიდობიანად და ჩვენ გქონდეს უკეთესი სახელმწიფო და ამისთვის ჩვენ ვალდებულები ვართ ერთად ვიმუშაოთ ხელისუფლებამაც და ჩვენი როლი შევასრულოთ ოპოზიციამ ურთიერთ პატივისცემის პირობებში. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. გავაგრძელოთ საკითხი, ანუ დღეს
მთელი დღის განმავლობაში მე შეგახსენებთ რომ ესაკითხი იყო მთავარი განსახილველი თემა და მთელი დღის განმავლობაში ისმებოდა ასე ვთქვათ შეკითხვა და ასთა სხვადასხვაობა იყო სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით. ანუ უმცირესობა მკაფიოდ და ღიად აფიქსირებდა რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს მხოლოდ ერთი პირობით, თუ კი ჩატარდებოდა სარეიტინგო კენჭისყრა, უმრავლესობის წარმომადგენლები კი პირიქით ამბობდნენ, რომ ისინი არანაირ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას არ ემხრობოდნენ და მხოლოდ ერთადერთი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო. სხდომის მიმდინარეობისას კი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ დააყენა ეს საკითხი. ჩვენ ახლა შეგვიძლია მას პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ. დავა იმაზე მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ცვლილებები, დავა იმაზე ქმნის თუ არ ქმნის რაიმე ხიფაც ეს ცვლილებები, ვფიქრობ არასწორი მიმართულებით წაყვანილი დავაა. მე შემიძლია კიდევ უფრო მეტიც გითხრათ. მე არ გამოვირჩევი მკვეთრი განცხადებებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ნამდვილად არ მომერიდება აბსოლუტურად ღიად, საჯაროდ და მკვეთრად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ამ მექანიზმის გამოყენებით პრეზიდენტი მოახდენს მთავრობის დათხოვნას და ფორმირებას პარლამენტის გარეშე, მე ჩემ ადგილს მის პოლიტიკურ გუნდში ვერ დავინახავ. დღის ბოლოს უკვე კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა სპეციალური განცხადება სხდომის მიმდინარეობისას. მან განმარტა, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც იკვეთება ასე ვთქვათ ორი მიმართულება და გაიყო აზრი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, მიუხედავად ამ ასთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირებისა, დავით უსუფაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტამ წინა პლანზე წამოიწიოს და ამიტომ ის მზად არის, რომ სარეიტინგო კენჭისყრა ჩაატაროს და მან მიიღო გადაწყვეტილება ამაზე და სარეიტინგო კენჭისყრა ჩატარდა, სადაც შეგახსენებთ 93 ხმა დაფიქსირდა, ანუ სარეიტინგო კენჭისყრის შედეგი იყო 93-0-ის წინააღმდეგ. მე ვიღებ ჩემთვის საკმაოდ ძიმე გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ თუ არა ყველაფერი ეს, რატომ უნდა ჩატარდეს ამ პარლამენტის სარეიტინგო კენჭისყრა, ჩემთვის სრულად გაუგებარია, მაგრამ ჩვენ კაპრიზით ვერ ვუპასუხებთ. და ახირებით ვერ ვივლით და ამიტომ ვიღებ გადაწყვეტილებას და დღეს მზად ვარ ჩავატარო სარეიტინგო კენჭისყრა. დიახ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირველი მოსმენით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მიღებულია, დეპუტატების უმრავლესობამ 135 ხმის ოდენობით პროექტს მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებებით კი მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში პრეზიდენტი მასვე ავალებს მოვალეობის შესრულებას და მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე გადამდგარი მთავრობის მოვალეობის შესრულებას რიგარეში არჩევნების შედეგად ახლად არჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე განაგრძობს. ეს იყო პირდაპირი ჩართვა პარლამენტიდან და მირიან გორგოძე, რომელმაც დღეს გამართული კენჭისყრის შესახებ უმცირესობისა და უმრავლესობის პირველი რეაქციები გაგვაცნო პირდაპირ ეთერში და დეპუტატებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას ასევე აფასებენ პოლიტოლოგები. თამთა ჯანაძე მოისმინა ექსპერტების პოზიცია. მას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. თამთა, ეთერში ხარ. საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებისას ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ კოაბიტაციის პირობებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული კონსენსუსი დადებითი მოვლენაა. ექსპერტები ასევე აცხადებენ იმასაც, რომ ქართულმა პოლიტიკოსებმა დროებით უკან გადადეს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და წინ დააყენეს საზოგადოების ინტერესში, რაც საბოლოო ჯამში ისევ ქართულ საზოგადოებას დაეხმარება. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლება ამ შემთხვევაში უწოდოთ როგორც კოჰაბიტაციის, ასე ვთქვათ, პროცესის ერთ-ერთი დამადასტურებელი მაგალითი. დღეს საქართველოს პარლამენტმა მოსახლეობას გაუკეთა დიდი სამსახური. სიმშვიდე შემოიტანა ცხოვრებაში. ვინ იყო დესტაბილიზაციის ავტორი და რა მექანიზმები ამუშავდა, ეგ სხვა საუბრის თემაა. ვიცით ვინ იყო ავტორი დესტაბილიზაციისა, ვის უნდა მექანიზმები დღევანდელი გადაწყვეტილების ალბათ მოგვიანებით კიდევ უფრო გახდება ცნობილი. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ხასუს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე ის აცხადებს, რომ სარეიტინგო კენჭისყრის გამო ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელმა თავი შეიკავა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისგან.
მნიშვნელოვანი რაც არის, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო შესწორებები და მოხდა იმ ნორმის განმუხტვა, რომელიც იყო კონსტიტუციაში ჩადებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი შემდეგი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. რაც შეეხება იმას, რომ ჩატარდა სარეიტინგო გამოკითხვა, სარეიტინგო კენჭისყრა, რომელსაც უმცირესობა ითხოვდა, ესეც უშუალოა ჩვენი ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. როგორც ჩანს, კოაბიტაცია არც ისე სასიამოვნო კერძია ქართული პოლიტიკაში. ექსპერტების აზრით კანონპროექტის დამტკიცებას უკვე წინ აღარაფერი ეღობება, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ძალიან მალე შევა. მადლობთ თამთაჯანაძემ გაგვაცნო პოლიტოლოგების შეფასებები ექსპერტის პოზიციას. ჩვენ რამდენიმე წუთში კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ ხათუნა ლაგაზიძე ჩაგორთვება გამოშვების მსვლელობისას პირდაპირ ეთერში, თუმცა მანამდე გაგაცნობთ პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით გააკეთა. ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ არ დავნებდებით შანტაჟსა და ზეწოლას აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. ქვეყნის პირველი პირის თქმით, დღეს მისმა გუნდმა დაადასტურა ისიც, რომ ყოველთვის მზად არის შეთანხმებისთვის ხალხის ერისა და ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ. მიხეილ სააკაშვილის კომენტარი პირდაპირ ეთერში. გულს ნუ გაიტეხთ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და დღეს ვაჩვენებთ, რომ ძალიან ბრძოლის უნარიანები ვართ. დღეს ვაჩვენეთ, რომ ყაჩაღური რუსული მეთოდებით ოპოზიციასთან საქართველოში ვერასოდეს ვერავინ ვერ ილაპარაკებს. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, მე თქვენთან ერთად ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. პრეზიდენტის რანგში თუ პრეზიდენტის რანგის გარეშე, მანამ სანამ დგას საკითხი საქართველოს ხელახლა გადარჩენის. და ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს ამ გამოწვევებშიც, რომელიც რა თქმა უნდა სახეზეა. მაგრამ მე მინდა რომ ეს არ იყოს ვიღაცის ჯინაზე. ბევრი რაღაცა დღეს საქართველოში კეთდება ჩემთან ვიღაცების ჯინაზე. მე მინდა რომ ეს თანამშრომლობით გავაკეთოთ. ჩვენ თანამშრომლობისთვის ვართ გახსნილი, ჩვენ უნდა ყველანი ვესახუროთ ჩვენ ხალხს, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. მე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ვარ ბოლომდე. და ჩვენ როგორც დღეს გავიტანეთ ჩვენი პოზიცია, ასევე გავიტანთ ჩვენ პოზიციებს ბოლომდე. დიდი მადლობა. დადაპირებული ჩართვა ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე უპასუხებს ამჯერად ჩვენ შეკითხვებს. ქალბატონო ხათუნა, მოგესალმები და პირველი შეკითხვა 135 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი მასე დასრულდა რეალური კენჭისყრა ცოტა ხნის წინ პარლამენტში. ელოდებოდით ასეთ შედეგს? გამარჯობათ. ჩემთვის ზოგადად გაუგებარია, რატომ დაეთანხმა ქართული ოცნება სარეიტინგო კენჭისყრას. ბუნებრივია, რომ ეს გაკეთდა საზოგადოების სიმშვიდისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ მე ძალიან გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ ვალდებული ვარ ვიყო ობიექტური. დღევანდელი სარეიტინგო კენჭისყრა შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს როგორც ქართულ ოცნებას, ასევე საქართველოს საზოგადოებას მთლიანად და რატომ პრეზიდენტმა ეს პირდაპირ განაცხადა. ეს ფაქტობრივად მოგახსენებთ ეხლავე, ეს სარეიტინგო კენჭისყრა იყო კენჭისყრა არასაკონსტიტუციო ცვლილებებზე, არამედ ნაციონალური მოძრაობის მეორე სიცოცხლის მიცემა, ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაცია. პრეზიდენტმა თავისი დაუფარავი აღტყინებითა და სიხარულით ეს დღეს მთელ საქართველოს ამცნო. და სწორედ ამას გულისხმობდი მე, როდესაც ვამბობდი, რომ ეს შეიძლება გაცილებით მძიმე შედეგი აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში და დროში გაწერილ პერსპექტივაში საქართველოს საზოგადოებისთვის, ვიდრე თუნდაც შეიძლებოდა ყოფილიყო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაბედავდა, დაპირისპირებოდა საკუთარი მოსახლეობის 95%-ს და დაეთხოვა პარლამენტიდან მთავრობა და შემდეგ დაენიშნა ერთპიროვნულად ახალი მთავრობა და იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება ამაზე დავით ბაქრაძის გამოსვლა სესიაზე, სადაც მან ღია ტექსტით თქვა, რომ თუ კი პრეზიდენტი ამოქმედებს კონსტიტუციის ამ მუხლს, ის აღარ იქნება მისი გუნდის წევრი. დავით ბაქრაძე, რომელიც განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩეოდა ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როდესაც ის ბედავს და ამბობს ამას, ეს იყო ყველაზე კარგი მინიშნება ქართული ოცნებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ვერ გაბედავდა ამ ნაბიჯზე წასვლას და ამიტომ ხელახალი შანსის მიცემა ნაციონალური მოძრაობის აღორძინებისთვის და მისი პოლიტიკური მომავლისთვის ამ სარეიტინგო კენჭისყრით მე სამწუხაროდ არასწორად მიმაჩნია.
ქალბატონ ხაზუნა, მე ისევ სარეიტინგო კენჭისყრაზე მინდა კითხოთ, 2 დღის განმავლობაში დაჟინებულად ითხოვდა უმცირესობა სწორედ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას, თუმცა ასევე უმრავლესობის პასუხი ცნობილი იყო, ისინი აცხადებდნენ, რომ მათთვის ეს ფორმა იყო მიუღებელი. თქვენი აზრით, რატომ იყო მოთხოვნა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ სწორედ ამ ფორმით შემდგარიყო კენჭისყრა, მანამ სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გავიდოდა კენჭისყრაზე? სწორედ ამიტომ ეს იყო მათი მიზანი, რაც ღიად განაცხადა პრეზიდენტმა, რომ ნაციონალურ მოძრაობას შეენარჩუნებინა ერთიანობა. ეს არის ძალიან მძიმე სიგნალი დანარჩენი საქართველოსთვის და ძალიან კარგი და ასე ვთქვათ ბედნიერი ნაციონალური მოძრაობის დღეს შემორჩენილი მომხრეებისთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკმაოდ ბლომად არიან წარმოდგენილნი სახელმწიფო სტრუქტურებში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. და მე ვფიქრობ, რომ ასეთი შედეგი ნაციონალურ მოძრაობას აძლევს სერიოზულ ფორას ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნებზე დადოს ის შედეგი, რომელ შედეგსაც ის უბრალოდ ვერ ეღირსებოდა ამ ტიპის გამაერთიანებელი მუხტის გარეშე. ქალბატონო ხაზუნა, მე მინდა ასევე პრეზიდენტის განცხადების შეფასებაც გთხოვოთ, უბრალოდ წავიკითხავ ნაწყვეტს, დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არასდროს დავნებდებით ჩანტაჟსა და ზეწოლას, ასევე დავამტკიცეთ, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება მზად შეთანხმებისთვის ხალხის ერისა და ევროპული მომავლის საკეთილდღოდ. პრეზიდენტმა დღეს ასევე ვრცლად ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელიც მისი მტკიცებით მთელი ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპონენტი გუნდის მხრიდან. თქვენი შეფასება მაინტერესებს ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ჩემი შეფასებები ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის განცხადებების მიმართ ყოველთვის საზოგადოებისთვის ცნობილია და ამჯერადაც არ იქნება განსხვავებული, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, აქ მთავარი ის გახლავთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ სარეიტინგო კენჭისყრაზე უმრავლესობის დათანხმებით ახალი სასიცოცხლო მუხტი შეიძინა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი შიდა მომხრეებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია მისთვის დასავლეთის სიმპათიის კიდევ უფრო შემოსაკრეფად და მათთვის იმის დასამტკიცებლად, რომ ნაციონალური მოძრაობა არ მომკვდარაა და ის კვლავ არის სიცოცხლის უნარიანი ძალა, რომელზეც დასავლეთის ქორებმა, ასე ვთქვათ, შეიძლება კვლავ დადონ ცონი. და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო პერიოდის დასავლეთის პრესაში და კვლევით ცენტრებში საკმაოდ ხშირად და შეუფარავად ჟღერს დასავლეთის გარკვეული წრეების მიზნები ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით და დღევანდელი დღე ამ მიზნების წისქვილზე დაასხამს წყალს. ძალიან დიდი მადლობა ხათნო ლაგაზიძე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში და სანამ დღის სხვა თემებზე გადავიდოდეთ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 საათის წინ პარლამენტმა კენჭი უყარა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს, შედეგები კი ასეთი 135 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. მანამ სანამ ეს ციფრები გამოჩნდებოდა, მანამდე სხდომათა დარბაზში ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა 93 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. და დღის სხვა მთავარი თემები რეკომენდაციები ევროკავშირისგან ქვეყნდება ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ დოკუმენტი 12 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს ეხება. ანგარიში ვრცლად არის განხილული რეფორმები, რომლებიც ევროგაერთიანებასთან დასაახლოებლად ტარდება. დადებითად არის შეფასებული 2012 წლის არჩევნები, მოლაპარაკებები ასოცირებული წევრობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და მონაწილეობა ჟენევის დისკუსიებში, თუმცა მითითებულია კონკრეტული რეკომენდაციებიც. მათ შორის გასწორდეს ეუთოს მიერ საარჩევნო კანონში გამოვლენილი დარღვევები, ჩატარდეს გამჭვირვალე გამოძიება ციხეებში გამოვლენილ ადამიანთა წამების ფაქტებზე და ცვლილებები შევიდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში. ევროკომისიის ანგარიში და დეპუტატების შეფასებები დავით ახვლედიანი მუშაობდა თემაზე. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ევროკომისიის 2012 წლის ანგარიში ნათქვამია, რომ ძირითადი რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. სურს აღნიშნო, რომ ამ ანგარიში არის ბევრი დადებითი შეფასება. მასში ასახულია, რომ საქართველოში გრძელდება წინსვლა და მიღწევები. ანგარიში ასევე აღნიშნულია გარკვეული საკითხები, რომლებსაც საქართველოს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და უფრო მეტი ინტენსიურობით შეეცადოს ამ პრობლემების მოგვარებას. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიში საუბარია იმ რეკომენდაციების შესრულებაზეც, რომელიც საქართველომ 2013 წელს უნდა მოახერხოს. 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე შეასწოროს ეუთოს მიერ დადგენილი საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზები. უზრუნველყოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების პატივისცემა.
უზრუნველყოს, რომ თუ კი დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მოხდეს ქვეყნის მასშტაბით და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან მათი ფართომასშტაბიანი განხილვა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ცვლილებებმა დროს გაუძლონ. მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, გაზარდოს სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება, წარმართოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება. გააგრძელოს და გააუმჯობესოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. გაააქტიუროს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება და ცვლილებები შეიტანოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში. განამტკიცოს მედია პლურალიზმი. განახორციელოს კანონი მედია მფლობელთა გამჭვირვალეობის შესახებ. მიიღოს ფართომასშტაბიანი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. უზრუნველყოს უმცირესობის უფლებების დაცვა რელიგიურის ჩათვლით. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ანგარიშში 2013 წლისთვის გაწერილი რეკომენდაციები შეაფასეს დღეს საკანონმდებლო ორგანოშიც. უმრავლესობის წევრთა განცხადებით ის რეკომენდაციები, რომლებიც ანგარიშია ჩამოთვლილი, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა. უმცირესობაში კი ამტკიცებენ, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდა. ყველა წინააღმდება ამ ანგარიშიდან არის მისასალმებელი, მათ შორის ისიც, რომ უკვე დაგეგმილ რეფორმასთან მიმართებაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან მიმართებაში, მათ თქვეს ცალსახად, რომ ისინი მიესალმებიან რეფორმას და მოითხოვენ ცვლილებებს, განსხვავებით ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან. ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც დაიწყო ერთხელ და სამუდამოდ და უფრო გაძლიერებული მასშტაბებით მიმდინარეობს, ის რაც შეეხება ჩვენ სამომავლო პერსპექტივას ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით, მათ შორის ღრმა და ყოვლმწმენელი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ბოლომდე მიღწევას, ასევე ვიზის ლიბერალიზაციას და სხვა საკითხებს, რომელიც ამავე დროს წამოჭრა კომიტეტზე ბატონმა ფიულემ, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ თუ ნახავთ წინა რაპორტებს, იქ ამდაგვარი შენიშვნები არ იყო, რა შენიშვნებიც იყო, ის სწორდებოდა და ყოველთვის უკეთესი რაპორტი იწერებოდა. დღევანდელ დღეს მარტო ამ არჩევნების შემდეგ აგვაქვს გაუარესებული მდგომარეობა, მაშინ როდესაც შეგვეძლო სწორედ იმ მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლების გამოგვეყენებინა და გვეთქვა, რომ ჩვენ უკან კი არ გადავდგით ნაბიჯი, არამედ წინ გადავდგით და ეხლა უფრო მეტად გვეკუთვნის ევროპული ოჯახის წევრობა. თვლი რომ პრაქტიკულად იდეალურად ემთხვევა ეს რეკომენდაციები იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ამ რეკომენდაციების გარეშედაც აღებული აქვს ქართულ ოცნებას. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში რეკომენდაციები საქართველომ 2013 წლის იანვრამდე უნდა შეასრულოს. და სულ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე მთავრობის განცხადება განთავსდა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის დასკვნას ანგარიშს მიესალმება. ანგარიში ხაზგასმულია ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს და ევროკავშირს შორის, ფართომასშტაბიანი რეფორმები და ძალისხმევა მიმართული დაძაბულობის განმუხტვაზე კავკასიის რეგიონში. საქართველომ გაითვალისწინა კომისიის 2012 წლის ძირითადი რეკომენდაციების უმრავლესობა. აღინიშნება მნიშვნელოვანი წინსვლა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზების უზრუნველყოფისა და რეადმისიის შეთანხმებებთან დაკავშირებით. კომისიამ ასევე მოიწონა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე შეკრებისა და გაერთიანებების უფლებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის პროცესში მიღწეული წინსვლაც. კომისიამ მოიწონა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე შეკრებისა და გაერთიანების უფლებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის პროცესში მიღწეული წინსვლა და აღნიშნა, რომ წინსვლამ ძლიერი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის გამიზნულ რეფორმებში შედეგად მოიტანა ის, რომ საქართველოს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში დამატებით გამოეყო თანხები. მე შეგახსენებთ, საქართველომ უნდა შეასრულოს რეკომენდაციები 2013 წლის იანვრამდე. ევროკომისიის ახალი რეკომენდაციები დავით ახვლედიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ამერიკის ელჩი პარლამენტში რიჩარდ ნორლანდმა დღეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მოუსმინა. საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, საკონსტიტუციო ცვლილებები, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა. ამ თემების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაგრძელდება, ასეთია გზავნილი, რომელიც დიპლომატმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე გაახმოვანა. გამოსვლის შემდეგ ელჩი ცალ-ცალკე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს და უმცირესობის ლიდერს. დახურულ მიღმა საუბრის დეტალები უცნობია. საქართველოს ყავს ძლიერი ხელისუფლება, რომელსაც აქვს მყარი საარჩევნო მანდატი და პროფესიული მთავრობა, კომპეტენტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო, რაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა პარლამენტში გააკეთა.
ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე პარლამენტში. მე შეხვდი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, სადაც განვიხილეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს ხელისუფლებას ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩემი ძირითადი გზავნილი დღეს გახლავთ ის, რომ ამერიკის ურთიერთობა საქართველოსთან გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში. მნიშვნელოვანია მიმდინარე დებატები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის პროგრესი, რასაც საქართველოს მიაღწია. ქვეყანას ყავს ძლიერი მთავრობა, რომელსაც აქვს მხარი საარჩევნო მანდატი და პროფესიონალური მთავრობა, კომპეტენტური პარლამენტი და დამოუკიდებელი სასამართლო, რაც არის საფუძველი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ შეკითხვები ძირითადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მოვლენების დემოკრატიულად განვითარებას. საინტერესო შეხვედრა იყო. ბევრი თემა განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, დღევანდელი დღე, მომავალი, ამერიკა აკვირდება აქ მიმდინარე პროცესებს, ამერიკა რა თქმა უნდა არ ჩაერევა ამ პროცესებში, ვინაიდან ეს არის საქართველოს საშინაო საკითხები და რა თქმა უნდა ამერიკა მიესალმება ამ პროცესების დემოკრატიულად და პოლიტიკური მეთოდებით გაგრძელებას. ჩვენ აქცენტები გავაკეთეთ საგარეო კურსთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო საგარეო კურსთან დაკავშირებით, ასევე ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელიც დემოკრატიული განვითარებისკენ არის მიმართული. დახურული იყო შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთანაც. დავით ბაქრაძე შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, თუმცა შეფასებები გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაში. აქ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ახალმა მთავრობამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს და ზოგადად პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები საკითხების გადაწყვეტისას, ეს იქნება სასამართლო, იქნება სხვა საკონსტიტუციო თუ ასე შემდეგ, რა რეკომენდაციებსაც იძლევიან საერთაშორისო ორგანიზაციები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს გადადგავს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს ეს თანადგომა ჩვენ რაც გვქონდა ამდენი წლის მანძილზე. დიპლომატის სტუმრობა პარლამენტში 3 საათს გაგრძელდა. შემაჯამებელი განცხადების შემდეგ ნორლანდმა ქუთაისი დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ ირაკლი ალასანია მეორე ძალოვანი მინისტრი, რომელიც დღეს პარლამენტში მივიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს 4 თვიანი მუშაობის ანგარიში ჩააბარა. ჯარისკაცების კვება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მალის სამშვიდობო მისიაში ჩართვა. ალასანიამ პარლამენტარებს უწყებაში გატარებული და გასატარებელი რეფორმები გააცნო. ქვეყნის ერთ-ერთ საფრთხედ კი სოჭის ოლიმპიადა დაასახელა. უმრავლესობასთან და უმცირესობასთან შეხვედრამ ხმაურიანი განცხადებების გარეშე ჩაიარა. არმიის ინფრასტრუქტურა, სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასი, ჯარისკაცების სოციალური უზრუნველყოფა და ქართველების შესაძლო მონაწილეობა აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. ამ თემებზე ისაუბრა დღეს პარლამენტში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო როგორც უმცირესობის, ასე უმრავლესობის დეპუტატებს, რომ ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქართული არმიის გაძლიერებას და ქართული არმიის მომავლის მშენებლობას. სამედიცინო მომსახურება და ჯარის სურსათით მომარაგება. ირაკლი ალასანიას გეგმის მიხედვით არმია ძირითადად ადგილობრივ პროდუქციას მოიხმარს. წელს მინიმუმ 45% სურსათის მოწოდებული უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების, რათა შეუწყოთ ხელი ჩვენი სოფლის მეურნეობის სტიმულირებას, მომავალი წლიდან კიდე მინიმუმ 55. საფრთხეებზე საუბრისას ირაკლი ალასანიამ სოჭის ოლიმპიადაც ახსენა. თავდაცვის მინისტრი ამის მიზეზად ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების შესაძლებლობას ასახელებს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გვაქვს ძალიან ძლიერი კომპლექსური ურთიერთქმედება, რომ ყველა მოსალოდნელი საფრთხე საქართველოს ტერიტორიაზე და მათ შორის კიდევ ერთხელ გულისხმობ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაქსიმალურად იყოს გათვლილი და მაქსიმალურად ჩაერთოს საქართველოს რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი ასეთი საფრთხის პრევენციაზე. ირაკლი ალასანიას შეხვედრამ პარლამენტის წევრებთან ხმაურის გარეშე ჩაიარა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მინისტრთან შეხვედრისას განსაკუთრებული პრეტენზიები არ ჰქონიათ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მივიღეთ ამომწურავი პასუხები და ჩვენის მხრივ ჩვენ ხარში დაუდგებით თავდაცვის უწყებას შემდგომი რეფორმების განხორციელებაში. ზოგადად ამ ფორმატ ჩვენ მივესალმებით და ძალიან კარგია, რომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ამგვარი დიალოგი მიმდინარეობს. ირაკლი ალასანიას შეხვედრა პარლამენტარებთან საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა დეპუტატებს ბოლო 4 თვის ანგარიში ჩააბარა.
გახმაურებული სპეცოპერაციის გამოძიება ვარციხეში ლიკვიდირებული 3 ახალგაზრდის ოჯახების განცხადება უკვე პროკურატურაშია. დაღუპულთა ახლობლები ითხოვენ დაისაჯოს ოპერაციის ყველა მონაწილე, მათ შორის ხელმძღვანელი იმერეთის სამხარეო პოლიციის მაშინდელი უფროსი ლევან კახიანი, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ ცენტრში მუშაობს. ოფიციალური ვერსიით 2006 წლის თებერვალში 3 ახალგაზრდის ლიკვიდაცია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა, თუმცა დაღუპულთა ოჯახები ამ ვერსიას არ ადასტურებენ. ზოგიერთი თანამდებობებზეა. რამინ კიზირია 2006 წლის 23 თებერვალს სოფელ ვარციხეში სპეცოპერაციისას პოლიციელების მიერ ლიკვიდირებული ერთ-ერთი ახალგაზრდის 25 წლის ბუთხუს კიზირიას მამაა. ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სპეცოპერაციის ხელმძღვანელის იმერეთის მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსის დასჯა ელოდებოდა. თუმცა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ ლევან კახიანი 2 თვის წინ ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა სამხარეო პოლიციის უფროსი მაშინდელი ლევან კახიანი. 2 თვის უკან გავიგეთ მე და ქალბატონმა ელისომ, რომ ლევან კახიანი დაინიშნა ხარიბაშვილის უწყებაში ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ. ლევან კახიანის ძალოვან სტრუქტურაში მუშაობას აპროტესტებს ამავე სპეცოპერაციისას კიდევ ერთი გარდაცვლილის 27 წლის ვალერი ბენდელიანის დედაც. გარდაცვლილთა ახლობლებს იმედი აქვთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი დაინტერესდება სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელების საქმით. ნამდვილად ვითხოვ, რომ ის კახიანი მისცეს უმაღლესი სასჯელი. ხელი რომ ვაწევიე თელეგლიები გამოჭმული ხონდა ტყვიითგან. Kane saati lo უნდა გეკეთებიან საათის მაგივრად ტყვით იყო გახრეტილი მისი ხელები. 27 წლის ვალერი ბენდელიანი, 25 წლის ბუთხუს კიზირია და 29 წლის ზვიად ბაბუხადია 2006 წლის 23 თებერვალს ვარციხეში ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლდნენ. მაშინ ოფიციალურად ითქვა, რომ ახალგაზრდები საყაჩაღოდ ქუთაისიდან ვარციხეში ტაქსით მიდიოდნენ. გზაში კი პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის ბრძანებას და მოახდინეს შესასრული არ არის გასროლა პოლიციის მუშაკების მიმართულებით. დაღუპულთა ახლობლები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონიათ და ლიკვიდაციის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით პოლიციელებმა ავტომატები ჩაუდეს. არ არის დადგენილი ოჯახი, ვის დასაყაჩაღებლადაც ახალგაზრდები მიდიოდნენ. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები საქმეში არსებული მასალების გაყალბებაზე მიუთითებენ. ექსპერტიზის დასკვნა ჩვენ რომ მოვითხოვეთ, მოგვივიდა პასუხი, რომ არანაირ დენტისებურ ნივთიერებას შეხება არ ქონდა არც ერთის ტანსაცმელთან, არც ერთის ხელებთან. ანუ იარაღი არ ქონდათ. შემთხვევის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ტაქსის მძღოლი გია ჩიტიაშვილია. სწორედ მისი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ ახალგაზრდები ქუთაისიდან ვარციხეში. ჩიტიაშვილმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში ძიებას უთხრა, რომ ცეცხლი ახალგაზრდებმა გახსნეს. თუმცა ორ თვეში საქართველო დატოვა. საბერძნეთიდან კი ერთ-ერთ არხთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ შეეშინდა და ძიებას არასწორი ჩვენება მისცა. მისი თქმით კი მოკლულებს იარაღი არ ჰქონიათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა მეცხრე არხს დაუდასტურა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პოსტზე ლევან კახიანის დანიშვნა. სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა ოჯახის წევრებს ურჩია, რომ ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართონ. აქვე მინისტრმა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. არსებობს მთავარი პროკურატურა, თუ რაიმე კითხვები დარჩა ოჯახს. მე მოუწოდებ მათ, რომ მიმართონ მთავარ პროკურატურას და დაე პროკურატურამ გამოიძიოს და გაარკვიოს თუ რეალურად რა მოხდა იმ დღეს. ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ. და შესაბამისად მე არ მსურს დეტალებში შევიდე. პოლიციელთა ძალის გადამეტების დადგენის მიზნით 2006 წელს სპეცოპერაციის შემდეგ გამოძიება დაიწყო. თუმცა ძალოვანთა გადაცდომა მაშინ ძიებამ ვერ დაადგინა და საქმე დაიხურა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ მთავარ პროკურატურას ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს. ახლა გამოშვებაში რეკლამის როა რამდენიმე წუთში დღის სხვა მთავარი თემებით ბრუნდებით. მესაზღვრეებისა და ჟურნალისტების პროფესიული დღე, როგორ აღნიშნეს 21 მარტი მედიის წარმომადგენლებმა და მესაზღვრეებმა. იმდენად შემართული იყო ყველა თავისი საქმის სიყვარული, რომ იმ საშინელ დღეებში მართლაც ისეთ ღამეებით არ გვეძინა. რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები სრულდება, პრემიერის დაპირება სოფლის მოსახლეობას. ჩვენ უნდა მივხვდეთ ჩვენს ქვეყანას. დავაბრუნოთ და მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად იცხოვრონ საკუთარ ადგილებში, საკუთარ სოფლებში.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე. მცირე ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარე ხუნათესვის სამუშაოებს დღეს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ბიძინა ივანიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში იმყოფებოდა. მთავრობის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს რამდენიმე დაპირებაც მისცა. გზა, სასმელი წყალი და სათბობარაგება რაიონისთვის ისევ მთავარ პრობლემად რჩება. ცლობით აუთვისებელი მიწების დიდი ნაწილი სოფელში უკვე მოხსნულია, გლეხებს ახლა ნაკვეთებს უფხვიერებენ. სამთავრობო წახალისების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარების ტვირთი უკვე მცირე ფერმერებზეა. მათზე ვისაც 300 ლარის ოდენობის დახმარება სათესლე მასალისა და მიწის კულტივიზაციისთვის სახელმწიფოსგან კიდევ მისაღები აქვს. ფიზიკურად არ წუნდა ხალხი, რომ აი ტრაქტორები მოსული მუშაობენ, ხნათესვა მიდის და რაც შეეხება ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხები, ესე იგი ხმარდება კონკრეტულად სოფლის აღორძინებას. კონკრეტულად სოფლის აღორძინებას ხმარდება. ეს რა თქმა უნდა ძალიან მისაბაძი არის და ძალიან სასიამოვნო რამე არის ესა. სასოფლო-სამეურნეო ბარათით ქვეყანაში უკვე მილიონამდე მცირე ფერმერი სარგებლობს. მიწათმოქმედების დამატებითი წახალისებისათვის სახელმწიფო თანხა ამჯერად სარწყავი მეურნეობის მოსაწყობად დაიხარჯება. გლეხთან პარტნიორული ურთიერთობით სახელმწიფო ძლიერი სოფლის ხილვასურს. წლების მანძილზე ელოდნენ ეს ადამიანები იმ შესაძლებლობას, რომ ეშრომათ. აი ხლა არის შესაძლებლობა მათთვის დაპირებული სასრულება, რასაც დაპირდა მათ კოალიცია არჩევნების წინ, ეს სრულდება და ეხლა ალბათ ერთიღა დარჩა, რომ გამჯი ადამიანმა თავისი შრომით მისთვის კუთვნილი მოსავალი მიიღოს, ღირსეული შემოსავალი მიიღოს თავისი კიდევ მეორე საკუთარი გარჯით. გაზი გვინდა? აგროსამრეწველო თანადგომის მიუხედავად სოფელს ყოფითი პრობლემები ისევ მრავლად აქვს. ქვეყნის პროვინციები დღემდე მტკივნეულად აღიქვამენ საგზაო კომუნიკაციებისა და სათბობით უზრუნველყოფის არსებობას. ეკონომიკური განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკით მთავრობა სოფლის მოსახლეობას პრობლემების ხანმოკლე დროში მოგვარებას პირდება. მეორე პრობლემებია სოფლებში, ხო კარგად მოგეხსენებათ, რომ სოფელი იყო მიტოვებული. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას. დავაბრუნოთ და მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად იცხოვრონ საკუთარ ადგილებში, საკუთარ სოფლებში. 1,200,000 მეტი ქართველი საზღვარგარეთაა გასული ლუკმაპურის საშუალებლად. აი პირდაპირ მნიშვნელობით. ისინი არ არიან მაღალი კვალიფიკაციისთვის ასულის. ევროპაში მართლა შეიძლება რომ ნახოთ უფრო მაღალი დონის საწარმოები და ამისთვის არ არიან გასული. ელემენტარულ პრიმიტიულ შრომას ეწევიან. პროვინციული რეგიონი, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა საგანმანათლებლო დაწესებულების დეფიციტსაც განიცდის. მარნეულის რაიონის სოფლებს, სადაც მცხოვრებთა ნაწილს აჭარის ეკომიგრანტები შეადგენენ, სკოლა არ აქვს. ყოფილა თურმე პროექტი გაკეთებული, უბრალოდ რომელიც აშენდა კარდონით და ეხლა ბუნებრივია კარდონით და სათამაშო სკოლა არ არის კარგი, ხო და რა დაპირება მიეცით ბატონ გიორგი? დაპირება მივეცი, რომ ხვალვე ჩამოვლენ, ჩვენ ამას ჩავსვათ. წელს საზაფხულო სამუშაოები ექნება ძალიან აქტიური სამინისტროს სამშენებლო და სარემონტო და შესაბამისად ამას ჩავსვათ ჩვენს სიაში. ბაზისური დახმარების შემდეგ ხელისუფლებას რეგიონების მოსახლეობის აქტიურობის იმედი აქვს. ტრადიციული მიწათმოქმედების კულტურამ სოფელს სტიმული უნდა მისცეს. ეკონომიკური ბიზგი, რომელიც გლეხებს დამოუკიდებლად განვითარების სურვილს გაუჩენს. 21 მარტი ქართველი მესაზღვრეების დღეა. პროფესიული დღესასწაული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა ნაწილს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიულოცა ერეკლი ღარიბაშვილი წითელ ხიდზე ჩავიდა. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე მესაზღვრე სიგელებით დააჯილდოვეს. დაიცვათ სახელმწიფო საზღვარი. დაიცავით სახელმწიფო საზღვარი. ბრძანება მიღებულია და ჯგუფით სექტორზე საპატრულოდ გადის. მუდამ ქვეყნის სამსახურში ეს ქართველი მესაზღვრეების დევიზია, დღეს კი მათი დღესასწაული. ამის მიუხედავად მაინც საზღვარზე ყოფნა უწევთ. ამბობენ, რომ რთულია, მაგრამ ქვეყნის სამსახურში ყოფნა მათთვის პატივია. ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლში მისვლას ვერ ახერხებენ. ამის გამო ხუმრობენ კიდევაც, რომ სამსახური მათთვის მეორე სახლია. სხვადასხვა პირობებში დღე და ღამე რომ საზღვარზე ხარ იწავს საზღვარს, თოვლის იცივი, სიცხე 4 სოტკა აკეთ 4 სახლში. ესე იგი სულ დაახლოებით 15-20 დღევანის გამო. 15 დღე აქ 15 სახლში. ოჯახში როგორ ეგუებიან ამას? ცოტა ძნელი, რა ვუხთ. პროფესიული დღესასწაული ქართველ მესაზღვრეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად მიულოცა. წითელ ხიდზე სასაზღვრო პოლიციის სამმართველოში ირაკლი ღარიბაშვილმა 42 მესაზღვრეს სამკერდე ნიშნებით და სიგელებით დააჯილდოვა. მინისტრმა ერთიან საქართველოსა და ძლიერი საზღვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის საზღვარი სახელმწიფოებრიობის ძირითადი საფუძველია. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თქვენი სარისკო, მაგრამ ქვეყნისათვის აუცილებელი პროფესია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მის საზღვრების ურღვევობა და სახელმწიფოებრიობა ბევრად არის დამოკიდებული თითოეულ თქვენგანის თავგანწირვაზე, გმირობასა და პროფესიონალიზმზე.
ქვეყნის საზღვრის 250 კილომეტრი. ეს ის ტერიტორია, რომელიც წითელი ხიდის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს მესაზღვრებს აქვს დასაცავი. აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვარი წლის არც ერთ პერიოდში ბუნებრივად არ იხერგება. ამის გამო 365 დღის განმავლობაში დღეში 24 საათი ამ მიდამოებში ქართველი მესაზღვრეები პატრულირებენ. აქ მიიჩნევენ, რომ მესაზღვრე დიპლომატი უნდა იყოს. საზღვრის ხაზი არის ერთი. საზღვრის ხაზს მიღმა არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, ჩვენი მეგობრულად განწყობილი, რა თქმა უნდა. და უწევს არა მარტო მათთან ურთიერთობა, არამედ უწევს ურთიერთობა მოსახლეობასთანაც, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე შეიძლება რაღაც სამუშაოს ეწეოდეს ან შეხვდეს. საზღვარს წითელ ხიდზე 500-მდე მესაზღვრე იცავს. იყო პასუხისმგებელი შემსწავლელ მოქმედებასა და სიტყვაზე კი მათი ოქროს წესია. 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეც არის. მედიის წარმომადგენლები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ დაჯილდოების ცერემონია ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში შეკრება მზიურში და გახსენება იმ ჟურნალისტების, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. 19 წლის წინ დაწესებული თარიღი და ჟურნალისტების ჟურნალისტიკის დღეს თამარ ციკლაურის რეპორტაჟი. 1819 წლის 8 მარტი, ახალი დროით 21 მარტი. სწორედ ამ დროს გამოდის საქართველოში პირველი ქართული პუბლიცისტური გამოცემა საქართველოს გაზეთი. პირველ ქართულ გაზეთს მოსდევს დროება, ივერია, ჟურნალი სისკარი. ფელეტონები, მთავრობის განკარგულებები, ამბები უცხოეთიდან, ტელეგრამები. ძირითადად ასეთი შინაარსის მატარებელია პირველი ქართული გაზეთები. დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ამ გაზეთების დიდი ნაწილი ბუნებრივი არის ინფორმაციული, იმ თვალსაზრისით ვთქვათ, რა პოლიტიკასაც იმ პერიოდში ატარებდა რუსეთის იმპერია, ანუ ეს გახლავთ ერთგვარი ვთქვათ, შეიძლება სიგელ გუჯრების ნუსხა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქართულ გაზეთს ოდნავ მოგვიანებით რადიო და კიდევ უფრო გვიან ტელევიზია მოხვება. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდში მოგვიხდა, განსაკუთრებით ომის პერიოდში მუშაობა. ძალიან ძნელი იყო. მასალები მოდიოდა იმის გადამუშავება, იმის მუშაობა და მაგრამ იმდენად შემართული იყო ყველა თავისი საქმის სიყვარულით, რომ იმ საშინელ დღეებში მართლაც იცით ღამეებით არ გვეძინა. ჟურნალისტიკა ერთ-ერთია ყველაზე რისკიან პროფესიებს შორის. მზიურში ქართულ ჟურნალისტთა მემორიალური დაფა დგას, რომელზეც აფხაზეთის ომში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული 20-მდე ქართველი ჟურნალისტის სახელი და გვარია ამოტვიფრული. დღესვე ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის 20-მდე ჟურნალისტი ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა. მათ შორის ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი. საქართველოს დემოკრატიის ხერხემალი იყო და არის პროფესიონალი ჟურნალისტი და ყველაფერი უნდა შეუქმნათ ჩვენ პროფესიონალ ჟურნალისტებს, არა მარტო პროფესიონალ ჟურნალისტებს, რომ ისინი ღირსეულად მოღვაწეობდნენ. აქამდე სულ ამბობდი, რომ არც ერთ პრიზი არ მაქვს აღებული თქო და რაღაცა მომწონდა კიდევაც თითქოს ეს ამბავი და აღმოჩნდა რომ არ ყოფილა ცუდი, როცა რაღაცისთვის გაჯილდოებენ და თუ მართლა ასე ფიქრობენ ის ადამიანები, ვისაც რა ვიცი ძალიან პატივს ვცემ, თუ ჩაითვალა რომ ჩემი მოგზალებული ნამუშაკარი ამ სფეროში მართლაც ნიშნულოვანია, ძალიან გამეხარდა. ჟურნალისტიკის დღე თავად ჟურნალისტებისთვის ისეთივე დატვირთულია, როგორც თითოეული სამუშაო დღე. იყვნენ მიუკერძოებლები და მიაწოდონ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ყველაზე პირველება. ასეთია ამ პროფესიის წარმომადგენელთა სურვილები საკუთარი თავისა და კოლეგებისადმი. მინდა ვუსურვო ის, რასაც ვუსურვებ საკუთარ თავს და რაც ყველაზე ძალიან მომწონს ჩემს პროფესიაში, რომ არც ერთ მომენტში მე უკან გახედვის არ მერიდება. მინდა ვუსურვო ჩემ კოლეგებს ისიც, რომ ყოველთვის გქონდეს საშუალება დავსვათ ყველა კითხვა. საინტერესო რა ასეთი დღე არსებობს საერთოდ და დღეს მუშაობთ აგერ პარლამენტში. აქაც მნიშვნელოვანი დღეა, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დამტკიცდეს და მიუხედავად ამისა, საინტერესოა და ცოტა ისეთი სასიხარბლოც არის, რომ ახსოვთ ყველას ეს დღე. ჟურნალისტიკის დღე 1994 წლის 21 მარტს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველი ქართული გაზეთის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით დააწესა. 22 საათზე თქვენ ეკაბერიძის მთავარი კითხვა გელოდებათ, ვინ იქნებიან დღეს გადაცემის სტუმრები, ამას ეკახლა თავად გაგოცნობს ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა მოგესალმები, გილოცავ ჟურნალისტიკის დღეს მივესალმები მაყურებელს. რა შეიცვალა დღეს საზოგადოებისთვის და რა შეიცვლება ხვალიდან ორი პოლიტიკური ძალის ურთიერთობაში? მთავარ კითხვას თინა ხიდაშელი ქუთაისიდან უპასუხებს გადაცემის მეორე ნაწილში. რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ხელისუფლება? არმაზ ახვლედიანი გადაცემაში მთავარი კითხვა. გმადლობთ ეკა ეკაბერიძემ გაგოცნო მთავარი კითხვის ანონსი. ასეთი იყო დღის თემების საღამოს 9 საათისთვის მე ხვალამდე დაგიშვით.